მოგესალმებით მეგობრებო, მინდა ამჯერად სხვა ხერხი შემოგთავაზოთ ჩემი ახალი ამბების მოსაყოლად. იმიტომ ვიფიქრე ეს უფრო ცოტა დროს წაიღებდა და თანაც უფრო ეფექტურია. ორი კვირა არ გამოჩენილ ვარ და ამის შესახებ მინდა ცოტა რაღაც გიამბოთ. მქონდა პრეზენტაცია და მაგისთვის ორი კვირა ვემზადებოდი და შემიძლია შემოგთავაზოთ ჩემი პრეზენტაცია. ესე იგი, ეხლა ვუყურებთ. რა გვაქვს ეხლა? პირველი იყო სკეჩები, ესკიზები, ასე რომ ვთქვათ. და უნდა გავკეთებინე ეს ესკიზები სხვადასხვა რაღაცის და შემოგთავაზოთ ეხლა. ეს არის პირველი ესკიზი, არ ვიცი ხედავთ თუ არა. ამ კამერას ვერ გავუგე. ეს არის სკამის ინტერპრეტაცია, არსებული სკამის ინტერპრეტაცია, რომელიც ლექტორმა მოუწოდა, ისა? განახეთ ეხლავე სკამის ინტერპრეტაციაც ეს არის. თუმცა რაღაც თქონდა, იმიტომ რომ იმდენი რაღაც არის, რომ აქ რაღაც ვიყავი არ ვიცი. აჰა, ძლივს. ეს არის არსებული სკამი, რომელიც ჩემი აზრით უსახურია. ეს არის შემოკეთებული პროექტი, ამისი დაპროექტება ამ სკამის. ეს არის პირველი ინტერპრეტაცია, რაც განახეთ. ისა, აგი. ეხლა შემდეგს განახეთ. ეს არის მორიგი ინტერპრეტაცია. მოიწყე თუ არა? ხო, ძალიან ცუდად შენს. ვერ დავფიქსირე ესა. ხო, ეს არის რბილი, ეს კი არა ესა. რბილი მასალა და რაც შეიძლება იზნიქება ქვემოთ ეს იკეცება და ეს დარბის დაშვება, შეგიძლიათ დაშინეთ. შემდეგი რამ, რაც უნდა შემოგთავაზოთ. პრინციპში ახლა რო განახოთ ესკიზები, დიდი აზრი არ აქვს. შემიძლია მოდელებზე გადავიდე ეგრევე. ხო, რა ესე იგი, ჩემი პირველი მოდელი, სუნთეზი. ცოტა იყო სასაცილო, უისკავთ დათმოძრა. ხო, ეს არის. ეს უბრალოდ კონცეფცია. შინით აი არ ჩანს, ეს არის აკვარიუმი, რომელიც უფრო მეტი რგოლი ექნება, მაგრამ ამჯერად მასალის უყრობის გამო მარტო ესეთია და ეს შეიძლება 500-ნაირად. ხო და ეს იქნება ჩვეულებრივი მასალით და ეს იქნება შუშის. და ეხლა რო ვიცოდეთ ეს შუშა რა არის? დავინახოთ. ხერხი მიახონეს. ეხლა შემდეგი არის სკამი, რომლის ინტერპრეტაციაზე ხერხი მოზრა. ეს არის ესეთი სკამი, რომელსაც ხელები არ აქვს, ხელის დასატები. და როდესაც გაჯდები, ეს ესე იზნიქება და ხელები შეგიძლია ამ ორზე დადონ. ესეთია. აი ესე. ამის შემდეგი ვერსია არის ესეთი. და ეს მესამე ვერსია ფეხმომძვრალი, ესე წვრილი ფეხები ქონდა. ესეთია. ამის სხვა ვარიანტი არის ორკაციანი. ეს უბრალოდ მასალა მაქვს ნაჩვენებია, შეიძლება ხისგან იყოს. ენდმექი. კიდევ არის განახეთ ეხლავე რაც. ეს არის დასაჯდომი ჰამაკის
ახლა არ ვიცხებ თუ არა და ეს მინი მოდელი ეს ჩამოკიდე დაჭდები იქანა ჩინტი კიდევ არის ესეთ წიგნების კალენდა რომლის შთაგონებაც ავიღე მტრედისგან ზოგიერთმა იცის ეს ამბავი არ ჩანს მტრედის ბუმბულისგან მტრედს უყურებდი და უცებ შეცივდა და ეს ბუმბულები აეჩეჩა და ესეც თავისთავად დაიხვეწება ეს ყველაზე პირვანდელი სახეა ერთი არის აბა თუ გამოიცნობ რა არის ირეკლავს არა მაინც ირეკლავს ეს არის შინ არის ხეები ეს იქნება თქვა აივანი თუ გაქვს და გადიხარ ეს ვაყარებო ეხა ჩემი სიცილი საათი არ დაიწყოს ანუ შუშა იქნება შიგნით იქნება ხეები რა აუ ქართული დამოვიწყო აუ არ ჩანს რა არ ჩანს ვერ ჩრდილო ხოდა ამ გამოცვლის სისტემას და ასე შემდეგ მაგაზე მე ვიმუშაობ არ ვიცი რა დაინახეთ რა არა ესეც სამბევრად განახავ და აქ არის ერთი 20 სკეჩი აქ არის რეფერატი აქ არის პატარა ესკიზები ასე რომ თავს არ მოგაწევთ შემიძლია სხვა რაღაცები გიამბოთ სხვა პრინციპში ისეთი არაფერი არ მოხდა ხო არ ვიცი ზოგიერს გითხარით ერთ-ერთი მსახიობი გავიცანი შემთხვევით პარკში და შულს ასე ერინებდა და რაღაც გავიცანი რაღაცებზე ვლაპარაკობდი და ჩემ სპექტაკლზე დაგპატიჟებო და კარგი მეთქი და მაგის სპექტაკლზე რომ მივედი აღმოჩნდა რომ რაღაც სპექტაკლი კი არა რაღაც კონცერტის უნში იყო ხო და რაღაცებს ჩაყიროვდა ხო იცი დარბაზს და მსახიობს შორის დიალოგი მიდის და რაღაცა უცებ რა თქმა უნდა ლიტურად იყო და ლიტურად ხო რომ ეხაო დღესო ქართული სტუმარი ყავსო და მარია მახარო დაიწყო ხო და დიალოგი გავმართეთ და ერთხელ კი არა არც ორჯერ სამჯერ რაღაცებს მეკითხებოდა და თან ჩემზე გადაუვდა რომ ვითომ რამე ესმის რაღაც მოვიდაო და ეგონა რომ მარტო სიმღერები იქნებოდა ჩვენ კი რაღაცებს გადავოთო და ამას არ ესმის რაღაცებს ამბობდა ნახევარი მესმოდა ნახევარი არ მესმოდა მოკლედ ეგეთი დღე იყო ერთი კიდევ ორშაბათს დიდი იმედი მქონდა რომ ბუში რამე მოხდებოდა მაგრამ ამას დასვენება ქონდა და ამიტომ არაფერიც არ მოხდა კიდე რა იყო ხო რავი ხანდახან გავდივართ ხოლმე სადილზე ხო ერთმა ფილიპინელმა ბიჭმა გააკეთა კიდე თავის საჭმელი მაგრამ მე მესადინებოდი და არ წავედი მაგრამ ბოლოში რომ მივედი უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი კიდევ რა ჩემი მეზობელი ხვალ მიდის გერმანიაში და დაახლოებით ერთი კვირა არ იქნება მერე ჩავა მერე ოსლოში მიდის ამიტომ გულავ სახლში ძალიან მახარებს არა დისკი არ მიშლის უბრალოდ მაინც ხო იცი თავს ისე ვიგრძნობ როგორც ჩემს სამეფოში ხა მოვიდი პრეზენტაციიდან რაც გათიშულიც არა რაღაც აჟიტირებული ხო რაც შეეხება პრეზენტაციას ეს აკვარიუმის იდეა მოეწონათ ამ ხეების იდეაც მოეწონათ და სკამის იდეაც მოეწონათ პრინციპში ყველაფერი მოეწონათ მაგრამ საბოლოოდ ყველა სურვიანები დაგვიწერეს სამი კაცის გარდა ეს სამი კაცი ეს ლექტორების რჩეულები არიან ნუ პრინციპში მაგათ კარგი მოდელები ქონათ
ხო და დანარჩენმა რვიანები მივიღეთ, მაგრამ მაინც და მაინც ნიშანი არაფერს არ ნიშნავს. ასე რომ თავარია მოიწონა ჩემი რაღაცები. შემდეგი 2 კვირა კიდე ახალი იდეები უნდა მიუტანოთ და ეს იდეებიც უნდა დავხვეწოთ. რა არის ლაპარაკობ ამ სამუშაო რაღაც სამუშაო. ხო კიდევ იქით კი არა, წინა კვირას ვიყავით ავეჯის ინდუსტრიულ ქარხანაში, რომელიც იყო ვილნიუსიდან 1 საათის სავალზე. ხო და სხვადასხვა ძალიან საინტერესო იყო. ბალტიისპირეთის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქარხანა უკმერგეში. უკმერგე ქვია ამ ქალაქს, სადაც არის და შეიძლება ზაფხულის პრაქტიკა მანდ გავიაროთ. და მანდ თუ არა ყველა კონჩი 4 კვირა უნდა ვიყო აქ ზაფხულში და ან უნდა ვიშოვო ავეჯის რაღაც სტუდია მოკლედ რა. ან მანდ ქარხანაში უნდა ვიმუშაო. კიდევ რა მოგიყვეთ? არ ვიცი რა მოგიყვათ, სახლი არის ცოტა დასალაგებელი ამ მოდელების შემდეგ. ვიღაცებს არ გინახავთ ხო ჩემი ბინა, შეგიძლიათ დატკბეთ. ჩემი გიტარა გეცნობათ, იქით ჩემი საწოლია. ჩემი მეზობლის სამუშაო ადგილია იქით ბოლოში. აქაც ჩემი სამუშაო ადგილია, მაგრამ ყოველთვის არა. უინახე, აჩო, შენი ნაჩუქარი ფოტოები სადაც მიტკიცული. კიდევ რა გაჩვენოთ. აქეთ არის შემოსასვლელი. ხო და გარეთ წვიმს, თუ წვიმდა უკვე. ალბათ ვერ ხედავთ. ვერ ხედავთ. ხო და ეხა როიალზე მაქვს ჩემი ლეპტოპი გადებული და თქვენ გიყვებით ჩემს ამბებს. ხო, ვისაც ჩემ სამუშაოსთან დაკავშირებით არ აინტერესებს, რასაც ვაკეთებ და სწავლა განათლება და ასე შემდეგ, ალბათ ძალიან უინტერესო გამოდგებოდა ჩემი ვიდეო, მაგრამ მე კარგად გავარდე. შემდეგში შეიძლება ისევ წერილი შემოგთავაზოთ, მაგრამ ამჯერად ექსპერიმენტ ჩავატარებ. რა იცი, რა ხდება? ხო, კიდევ რა მოგიყვეთ? გიმღერებდით ალბათ, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება მოგვიანებით გადავწყვიტო. მომენატრეთ მართლა ზოგიერთი განსაკუთრებით, მაგრამ არ დავკონკრეტებ ვინ. და არ ვიცი. ეხლა თქვენი ჯერია რამე უნდა მომიყოთ. მე რო გწერთ წერილს, გწერთ და თქვენგან 2 სიტყვას ვიღებ, ეგრე სად არის? იცოდე, მეც შევწყვეტ და მე მეყოლებ დაღიმებული. ხო და რას გეუბნებოდით? უკვე 13 წუთია ვლაპარაკო. შეიძლება უკვე საკმარისიც იყოს? ხო, გონი საკმარისია. გემშვიდობებით და ვიმედო აი ვიღაც მირეკავს. მოკლედ წავედი კოცნით ბებერს, კოცნით გაკოცე. კუკუ